უნდა გააგაცნოთ პროექტი თბილისისთვის და ვისაუბრებთ 20 სექტემბრის ღონისძიებაზე ქალაქის ახალი ცენტრი Grand Avenue არქისგან. ეს ინიციატივა, რომელსაც ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი იწყებს დედაქალაქის შუაგულში პროექტში მთლიანად $1 მილიარდ მეტი ინვესტიცია განხორციელდა. ეს არის კომპლექსი, რომელიც დადიანის ქუჩაზე დინამო სტადიონთან 5 წუთში მდებარეობს. თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ სტუმრები, არქის მარკეტინგის დირექტორი დავით გელაშვილი, არქის მთავარი არქიტექტორი ვეია პოი და არქის პერსონალური მრჩეველი ქეთევან კულტანიძე. დილა მშვიდობის მეგობრებო. მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად და პირველი კითხვა ბუნებრივია ბატონო დავით, თქვენთან გვექნება პროექტის შინაარსზე რო გითხრათ, მასშტაბზე და პრეზენტაციაზეც, რომელიც 20-ში შედგება 20 სექტემბერს. მოგესალმებით, სწორედ აღნიშნეთ, რომ ეს არის ძალიან მასშტაბური პროექტი. პროექტი ხორციელდება ქალაქში კონცეფციით. კი ბატონო. ეს იქნება სრულად თვითყოფადი უბანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ნებისმიერ რამ რაც მოესურვება, იქნება პროექტის ტერიტორიაზე. მათ შორის იქნება სკოლა, ბაღი, საერთო სამუშაო სივრცე, უზარმაზარი სავარჯიშო დარბაზი, სპორტული მოედნები, პადელ ცენტრი და ასე შემდეგ. ყველაფერი რაც შეიძლება იფიქროთ და დაგჭირდეთ, ყველაფერი დაგხვდებათ ადგილზე. კი ბატონო. კარგით, ახლა უნდა წარმოგიდგინოთ Way Up Oy, რომელიც გახავთ Grand Avenue არქის პროექტის არქიტექტორი. ვიცით მისი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებების შესახებაც და რა თქმა უნდა გვაინტერესებს ამ პროექტზე მუშაობის ამბები, ინსპირაცია როგორ დაიწყო და როგორ ჩაერთეთ პროექტთან დაკავშირებით. Yeah. When we first got informed that როდესაც პირველად შეგვატყობინეს რომ უნდა ვწოდოთ ადგილს, მივედით ამ ადგილას და გამაოცა იმ შესანიშნავმა ადგილმა, რომელსაც ვწვიეთ, პირველი რამ რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ დავბრუნდით საქართველოში გვენახა რა არის რეალურად ქართული, რათა შეგვექმნა ქართული მემკვიდრეობა და ძალიან ვამაყობთ იმით, რაც ამ ეტაპისთვის გავაკეთეთ. შევხედეთ ღია სივრცეს, ღია რეკრეაციული სივრცეების ჭრილში და მოვახერხეთ 75% იყოს ღია რეკრეაციული სივრცე, რაც საკმაოდ არაპრეცედენტულია თბილისში. მაგრამ რაც კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს მოიცავს აქტივობებს და კულტურას ამ ადგილას, რაც ქმნის კარგ ღია სივრცეს. და ჩვენ ქონდა შეგრძნება, რომ იმისათვის შეგვენარჩუნებინა ადგილის ღირებულება, ლოკომოტივის სივრცე და მისი ასპექტების გათვალისწინება არის მნიშვნელოვანი, რითიც იქმნება კრეატიული აქტივობებისათვის შესაძლებლობა სამომავლოდ ქართული ბიზნესებისათვის, მაგრამ არა მხოლოდ, ასევე დანიშნულების ადგილი. ეს არის ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო მაგალითები დიდ ბრიტანეთიდან, ავსტრალიიდან, რათა საუკეთესო მაგალითები დაგვენერგა პრაქტიკაში ამ შესანიშნავ ადგილას. ან ძალიან ვამაყობთ იმ ყველაფრით, რაც გავაკეთეთ და გსურს სრული პოტენციალის რეალიზება, რათა ეს იყოს დანიშნულების ადგილი არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ ყველა ვიზიტორებისათვის მსოფლიოს მასშტაბით. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავია, ბუნებრივია ეს ყოველდღე. იცხოვრე, იმუშავე, ითამაშე. ეს არის თავარი კონცეფცია. კი ბატონო. ყველაფერი ერთად არის და ბატონო დავით, ისევ თქვენთან მაქვს კითხვა, მოგიყვებით მეტი, ცოტა მეტი რო გითხრათ 20 სექტემბრის ღონისძიებაზე რომ ვთქვათ და იმ ფასდაკლებაზე რაც ელოდებათ მომხმარებლებს, პოტენციურ მომხმარებლებს. 20 სექტემბერს გვექნება ამ უნიკალური პროექტის პრეზენტაცია, ამისათვის საჭიროა წინასწარ დარეგისტრირდეს ყველა დაინტერესებული პირი. სად რეგისტრირდებით? ჩვენს ტელეფონის ნომრებზე, სოციალური ქსელების მეშვეობით უკავშირდებიან ჩვენ პერსონალურ მრჩევლებს, რომლებიც უკვე შეურჩევენ შესაბამის ბინას, გადახდის პირობებს, დარეგისტრირებიან და შემდეგ უნდა მობრძანდნენ ადგილზე. წინა ჩვენი გაყიდვების ღონისძიებებისგან განსხვავებით ეს იქნება ცოტნედადიანის 32 მეტრში. ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც განხორციელდება პროექტი. და აქვე დავამატებ, რომ შეზღუდული რაოდენობის ბინები იქნება გამოტანილი ამ დღეს, რომელზეც იმოქმედებს დამატებითი ფასდაკლება და ყველა დაინტერესებული, ამიტომ წინასწარ უნდა დარეგისტრირდეს დროულად და ასევე ჩვენ ემიგრანტებს ვთავაზობთ სრულად დისტანციურ მომსახურებას, რადგან დაინტერესება ძალიან დიდია და ექნებათ შესაბამისი დრო გამოყოფილი, როდესაც დაუკავშირდებიან 20 სექტემბერს და უკვე მოახერხებენ ბინის არჩევას, გაფორმებას და ყველაფრის
დაუსწრებლად დაესწრებიან, როგორც მივხვდით. ქეთევე, ნახოთ თქვენ გითხარით ეს ტრადიციული ფასტაკლების დღე როგორი იქნება? მოგესალმებით. ფასტაკლება არქის ეს არის ტრადიცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რომელიც წელს იმდენად მასშტაბურია, რომ ჩვენ ტრადიციულად ფილარმონიის ოფისში ვიკრიბებით ხოლმე და მასშტაბიდან გამომდინარე ეს ყველაფერი გაიმართება ადგილზე, ცოტნე დადიანის 32 ნომერში. ეს იქნება 20 სექტემბერი, 11 საათიდან ველოდებით სტუმრებს. აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს უნიკალური შესაძლებლობა და განსაკუთრებულ ფასად მხოლოდ იმ დღეს მიიღონ ეს შესაძლებლობა, გახდნენ არქელი და აიხდინონ ოცნება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. რატომ უნდა მიიღონ ამ დღეს გადაწყვეტილება, ამასაც გაგიზიარებთ, ბუნებრივია, რატომ მხოლოდ იმ დღეს და არა სხვა დღეს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იმიტომ არის, რომ ჩვენ შეგვიძლია სტატისტიკით გაუზიაროთ მომხმარებლებს და ციფრებში, ჩვენ გვაქვს გამოცდილება, ბუნებრივია, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით 5 ასეთი მასშტაბური აქცია ჩაატარა, მაგალითად საშუალოდ სტატისტიკა რაც აჩვენებს არქის ბინების პროცენტული მაჩვენებელი მოგების კოეფიციენტი დაახლოებით 30%-ზე გადის. მაგალითისთვის წელიწადნახევრის წინ მქონდა ასეთი ტიპის აქცია არქი დიღომის 3-ის პროექტზე, სადაც 30%-იანი მოგების კოეფიციენტზე გავიდა ჩვენი მომხმარებელი, ანუ იყიდა წელიწადნახევრის წინ, მიიღო 30%-იანი მოგება, რაც ციფრში დაახლოებით ეს არის $25,000. უფრო ზუსტად რო ავხსნათ, რომ პროცენტები შეიძლება მომხმარებლისთვის და ჩვენი მაყურებლებისთვის არ იყოს ასეთი მნიშვნელოვანი. როგორ, ესე იგი იყიდა წელიწადნახევრის წინ დიღომში მქონდა ასეთი ტიპის აქცია და მისი მოგების კოეფიციენტი ფასის ზრდის კუთხით 30%. მივხვდი, მოგების კოეფიციენტი დროსთან ერთად იმატებს. საბოლოო ჯამში ეს მოგება $25,000-ზე მეტი გამოდის. ეს დაითვალა ხო ბეწრომი. ასეთივე ტიპის აქცია გქონდა არქი კიკვიტის პროექტში, რომელიც 1 წლის წინ გაიმართა, დაახლოებით მოგება არის 25%, რაც თანხაში არის $20,000. ეს ნამდვილად რეალური ციფრებია. ხოლო წელს ჩვენ გქონდა ორი გამორჩეული ასეთი ტიპის აქცია არქი რუსთავზე, სადაც 4 თვის წინ გაიმართა ეს აქცია და 18%-იანი მოგებაზეა ჩვენი მომხმარებელი და ჩვენი არქელები, დაახლოებით თანხაში ეს არის 18%-დან $10,000 და ასევე ბოლო ფასტაკლების დღე გქონდა არქი ჰორაიზონზე, სულ რაღაც 1 თვის წინ, აქ 12%-იანი მოგების კოეფიციენტზე არის ჩვენი მომხმარებელი, რაც თანხაში დაახლოებით $10,000-ია. აგრეთვე შემიძლია გაგიზიაროთ ამ რეკორდულ ციფრებს დავასახელებ ორი აქციის დროს 201 ბინა გაიყიდა არქი რუსთავზე, ხოლო არქი ჰორაიზონზე 206 რეკორდული ციფრი. ახალი ოჯახი შემოგვერთა, ჩვენ ამით ბედნიერები ვართ, ვამაყობთ და მაგიტომ არის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე. კი ბატონო, და ასევე ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს საუბრობთ, უნდა ითქვას აუცილებლად, რომ გამწვანებას და რეკრეაციულ ტერიტორიას 75% დაეთმო. ასე გითხრა არქიტექტორმაც. ასე გითხრა არქიტექტორმაც, კი ბატონო, და ბუნებრივია ეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მომხმარებელს და პოტენციურ მომხმარებელს გადაწყვეტილების მეჯაბაში ძალიან დაეხმარება. კიდევ რა პრიორიტეტები არის და რა უპირატესობებია, რომ გითხრათ და ვიცოდეთ? ალბათ ხაზი უნდა გაიხსნას, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ ძველი ქარხანა შევინარჩუნოთ და ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ, რომლის ასე ვთქვათ ტერიტორიაზეც მოეწყობა გასტროჰაბი, სხვადასხვა ასე ვთქვათ გასართობი საშუალებები იქნება და ეს გახდება ასე ვთქვათ როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი და მაგიტომაც დავარქვით ასე ვთქვათ ახალი ცენტრი თბილისის. კი ბატონო. თვითონ არქიტექტურა ცოტა სხვანაირია, მეჩვენება თუ არა არ ვიცი, ხო, რაღაც უფრო რაღაც განზეა ყველაფერი და გაშლილად, რაღაც არასწორად აღვიქვი თუ მართლაც ეს არის ჩანაფიქრიც. კი, ფორმა ასე ვთქვათ კვადრატული საშუალებას რო იყოს ძალიან გაშლილი, დაახლოებით 20 ჰექტარზე მეტი ტერიტორია არის, შესაბამისად გარშემო მოეწყობა ველობილიკი, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოეწყობა წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი სამანქანო გვირაბი, რაც მოძრაობას უფრო კომფორტულს გახდის და შეამცირებს გადაადგილებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია, ასე ვთქვათ,
საცობების ბევრი რამ არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობას გიხდით თქვენ ჩვენს მაყურებლებს რომ გაუზიარეთ ინფორმაცია რომელიც დაგეგმეთ 20 სექტემბრისთვის როგორც ირკვევა. მანამდე დარეგისტრირება საჭირო მსურველებისგან და შემდეგ უკვე 20 სექტემბერს დასწრებით ან დაუსწრებლად შენაძენი. მადლობა და წარმატებები თქვენ რა თქმა უნდა. მადლობა.